წავედი სად ვეთხარი ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვთ ხელახალი გამოძიების დაწყებას, კონკრეტულად ლევან ცინცაძე მოითხოვს გამოძიების დაწყებას, ვინაიდან შესაძლებელია რომ ვინმეს გონია რომ აღნიშნული საქმე არის გამოძიებული, გახსნილი და თითქოს და არიან ნამდვილი დამნაშავეები და დაჭერილები, ეს ნამდვილად ესე არ გახლავთ. კარგად ვიცით ის რომ ჩვენი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ბატონი ადეიშვილი ერთი მეორეს მიყოლებით ატარებდნენ ბრიფინგებს და ამბობდნენ და აუწყებდნენ საზოგადოებას რომ თითქოს და გახსნეს ლევან კალაძის გატაცების და მკვლელობის საქმე. ერთ შემთხვევაში ეს იყო როცა აბრალებდნენ აფრასიძეებს, ხოლო მეორე შემთხვევაში როდესაც იყო რომ ერთი ადამიანის ვინმე ამ საქმეზე ბრალდებულის ამისულაშვილის განთქმითი ჩვენების საფუძველზე, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საქმეში მოიძებნება მტკიცებულებები, რომლებიც ამ საქმეს თავდაყირა აყენებს და სრულიად ნათელს ხდის იმას, რომ ლევან ცინცაძეს ამ საქმეში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. გარდა ამისა, ჩვენ შეგვაქვს დღესვე მტკიცებულების დანართის სახით, მტკიცებულების სახით სასაფლაოს დირექტორის ახსნა განმარტებითი ბარათი გამოკითხვის ოქმი, რომელიც აი ბატონმა ლევან ცინცაძის ადვოკატმა, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ საქმეს აწარმოებს, მან გამოკითხა ეს ადამიანი, ის ამბობს, რომ მუხათგვერდით სასაფლაოზე იმ საღამოს, როდესაც თითქოს და ამოთხარეს გვამი ლევან ცინცაძის, გადათხარეს და დაახლოებით 100 გვამი იქნა ამოთხრილი და ის ასევე ამბობს, რომ გვამი, რომელიც იმ საღამოს იქნა ამოღებული, ის არ იყო 1 წელზე მეტი ხნის გარდაცვლილი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თითქოს და მაშინ, როდესაც ლევან ცინცაძის ლევან კალაძის გვამი იქნა აღმოჩენილი ორთაჭალაში, საქმეში დევს დათვალიერების ოქმი. დათვალიერების ოქში ცალსახად წერია, რომ მას არ აქვს რამოდენიმე კბილი, ასევე არ აქვს ენის ქვედა ძვალი, ეს ის ნაწილებია, რომელი ნაწილებზე დაყრდნობითაც გაიცა დნმ-ის ანალიზი. აქედან გამომდინარე ისევ ძალიან დიდი კითხვა, თუ კი გვამს, რომელიც ამოღებული იქნა და მას არ ჰქონდა ეს ფრაგმენტები, როგორ შეიძლებოდა ექსპერტიზაზე გაეგზავნათ აღნიშნული ფრაგმენტები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ასევე ადასტურებს, რომ ლევან ცინცაძე იმ პერიოდში გახდა თავად და ის საერთოდ არ იყო ჯანმრთელად და ის ვერ გადაადგილდებოდა ქალაქში. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ 3 ადამიანი და მათ შორის ქალბატონი მამი და რუსუდანი თუ არ ვცდები, აძლევს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან კალაძე ავტომანქანაში ჩასვა 35-40 წლის ადამიანმა, მაშინ როდესაც ლევან ცინცაძე, ანუ ბრალდების ფორმულირებით ეს უნდა ყოფილიყო ცინცაძე. ცინცაძე იმ დროს იყო 25-26 წლის და არ იყო 25 და 40 წლის. გარდა ამისა, ეს არის ძალიან მოცულობითი საჩივარი, არის 40 გვერდიანი, ყველა დეტალზე ესე ვერ მოგახსენებთ. გაცილებით მეტ დეტალთან დაკავშირებით შეგიძლიათ დედას ესაუბროთ და ესაუბროთ ადვოკატს, რომელმაც თავიდან ბოლომდე იცის გაცილებით მეტი. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას და მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დღესაც რომ გაუღონ კარები ლევან ცინცაძეს და უთხრან, რომ შენ თავისუფალი ხარ და წადი სახშიო, ის არ აპირებს არავითარ შემთხვევაში გამოსვლას, ვინაიდან ამბობს, რომ ეს ჩირკი და ეს ლაქა, რომელიც ჩემს სახელს ამძიმებს და ჩემს სულს ამძიმებს და რითაც დამაბრალეს მე ლევან კალაძის გატაცება და მკვლელობა, სანამ ამ ჩირკს არ მოვიშორებ, მანამდე მე არ დავტოვებ არავითარ შემთხვევაში საპატიმროს. კეთილი ინებონ ახალმა მთავრობამ დასაკვირველია და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რეალურად დასაჯონ დამნაშავეები. ამ საქმეზე უნდა დაიკითხოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ბატონი გვაზავა და გარდა ამისა, ყველა შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთეს იმისთვის, რომ ოჯახმა ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად იცოდეს, თუ ვინ მოკლა მათი შვილი და ვინ არიან რეალური დამნაშავეები.